მეგობრებო, ვინი ფიქრეთ რომ დავიკარგე? ვეც კი ვიფიქრე რომ დავიკარგე, ძალიან სულად გამომივიდა რომ 2 დღე ჩავაგდოთ YouTube-ზე და არ ვიყავით, მაგრამ მქონდა საპატიო მიზეზი, ძალიან ბევრი სამუშაო იყო, ღმერთმა კიდევ უფრო მეტი მომწეს, მაგრამ გავწყდი, რასაც ქვია. და მივხვდი რომ უბრალოდ აზრი არ მქონდა არაფრის ჩაწერას, იმიტომ რომ 24 საათი ვიჯექი და ხან ვფუთავდი, ხან ტელეფონზე ვიყავი. ეხლა გვაქვს მოლაპარაკება, ძალიან საინტერესო არის ორაგულის სპერმასთან. მოკლედ ორაგულის სპერმაზე ვაკეთებთ კრემს, რაც ძალიან პოპულარულია და მაგას იმდენი ლიცენზია სჭირდება, იმდენი რაღაცა, იმდენი ჩხუბი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაც იყიდება. არის რეალურად ვიკიპედია არ ენია, მაგრამ ის არ არის რაც უნდა იყოს და იმისთვის რომ ის იყოს რაც უნდა იყოს, სჭირდება ცალკე მოლაპარაკებები, ცალკე ლიცენზიის აღებები, მე ამ ლიცენზიას ვერ ვიღებ. მომიწია აყვანა თანამშრომლის რომელმაც შეძლო რომ ეს ლიცენზია აიღო, მოკლედ ბევრი საწოლებელი იყო, ეგ არ დაგაინტერესებთ თქვენ. დღეს ჩვენ მივდივართ ბრუკლინში. არ ვიცი ხედავთ თუ არა, მაგრამ თმა მაქვს მოხსნილი, ვისაც აინტერესებს რა ხელა თმა მაქვს საერთოდ ცხოვრებაში. აი ეს არის სულ ჩემი თმა. ანუ არ მაქვს რა თმა, არა მაქვს. ეხლა მივდივართ ბრუკლინში, ერთ უკრაინელ გოგოსთან დავდივარ ხოლმე. ჩემთვის ბრუკლინში წასვლა არის, გამოდის რომ 5 თვეში ერთხელ დავდივარ. 5 თვეში ერთხელ დავდივარ და თითო გზა არის საათი რა, საათი მაინც გჭირდება. საათი ნახევარია დღეს, ისე მიწერს. საათი ნახევარი და მივდივართ. და იქ ვიქნებით კიდე ძალიან ბევრი საათი. არის ძალიან საინტერესო საერთოდ ვინც არ ხართ ნამყოფი ამერიკაში ბრუკლინი სხვადასხვა ბრუკლინები არსებობს ახლოს მანჰეტენთან ბრუკლინი სადაც ძალიან ჰიპსტერული და ძალიან მოდურია არსებობს ისეთი ბრუკლინი ასეთი საშიში ბრუკლინი ესეთი არსებობს ბრაიტონი სადაც რუსეთი არის და საბჭოთა კავშირია და აი ხა მე სადაც მივდივარ ეს რაღაცა შუაშია რა მან ქართველები იმდენად არ არიან უფრო უკრაინელები რუსები და ეს პოსტსაბჭოთა სივრცის სასტავი და ეს უკრაინელი ქალი აი ხალხო ეგეთი რამე არ გენახოთ აი თან მეთმას მიგზელებს თან ვიღაცას ვარცხნის თან რაღაცა ეგრე საქართველოში რომ მოგემსახურონ ალბათ ძალიან არ მოგეწონება მაგრამ ნუ ესეთი არის საქმე თან ჭორაობენ თან მართლა გეუბნები ცხოვრობენ იქ ერთხელ ყო ესეთ საუბარი რომ ეძახის რომ უნდა წავიდეთ ეს რა ქვია ვიყავითო მე და ჩემი შეყვარებული პარიზშიო და იქ წავედითო ორსეშიო და ნახეთო იმპრესიონისტები ეს იმპრესიონისტი ის ნახეო და აი წარმოგიდგენია ვან გოგიც ნახეო ისიც ნახეო და უბრალოდ უჯექით ვეკითხები რომ მეთქი მეტროპოლიტენში რატო არ დადიხარ მიახლოებით იგივე მხატვრები არის იქაც გამოფენილი ყავხარ წაყვანილი ჩემს ახლა რომელიც არის მეტროპოლიტენი მანჰეტენზე ანუ პარიზში წავიდი სხვა ქვეყანაში ოკეანე გადაიფრინა ოღონდ მანჰეტენზე არ ყოფილა ადამიანი ცხოვრობს აქ 20 წელია და მანჰეტენზე უბრალოდ არ ყოფილა და მე ვიღაცა ამ მანჰეტენზე ლაპარაკობდა რომ იქ დადის როგორც აი შვებულებაში რომ მიდიან რა სასტუმრო აიღო და წავიდა ეგრე წავიდა მანჰეტენზე დასასვენებლად რაღაცა 2 დღით მოკლედ თითქოს აი შეგრძნება არის რომ სხვადასხვა ქალაქებში ვართ ანუ ერთ და იგივე ქალაქში ვართ და ძალიან საინტერესო ის არის დინამიკა რა ზოგადად იქ თავის ცხოვრება აქვს თავის სამყარო აქვს თავისი მაგარი უბნები აქვს ანუ მაგარი უბანი აი მაგ სასტავში რა მე ქართველებს არ გულისხმობ აი მაგ უკრაინელ ქალთან რა რო დავდივარ ხოლმე 6 საათი რომ ვიყავ უკვე ყველაფერი ვიცი და აი ეს რაღაც თავის ის აქვს და ის უბანში გადავიდა არც გსმენია ეგ უბანი მაგრამ ნუ ამათთვის რაღაცა იქ კომუნა არის უკრაინული და მაგათთვის ეს რაღაცა ძალიან მაგარი უბანია და მართლა ძალიან მაგარია რაღაც ცუდი კი არ არის მაგრამ შე რო არ იცი ეგეთია და მოკლედ თავიანთი ცხოვრება აქვს რა თავისი რაღაცა ბიზნესებს ატრიალებენ რაღაცა ზოგი მაფიოზის ძოლია ოღონდ ეს პირდება ღიად მაფიოზის ძოლი რა მაფიოზის ძოლი მოვიდა ოღონდ ხა ეს მაფიოზი ხო წარმოგიდგენთ რაღაცა ბრუკლინის რაღაც ალბათ ღვინო ჩამოაქვს არალეგალურია რაღაცა ეგეთ სასაცილო რამე იქნება დარწმუნებული არ ამგონია რომ განახდი მაფიოზები არსებობდნენ, მაგრამ ნუ წინაზე გამოაცხადეს რა ეს ქალი ხედა მაფიოზის ძოლია. კარგი. ხო და ხმოკლით იქ მივდივართ.
არ ვიცი ჩავწერო თუ არა, იმიტომ რომ სულ რუსულად ლაპარაკობენ და ეხა YouTube-ზე გავაშხვალ რუსული ლაპარაკი არ მინდა. მაგრამ უკრაინელები არიან დედასვიცა არ. ალბათ დავდებ რაღაცებს, მინდა რომ გაჩვენოთ თმას როგორ გამიკეთებენ. როგორი იქნება მანამდე და როგორი იქნება მერე. აი ხა შეჭრეს გავივლით, მაგრამ ხა როგორ გავივლით? აქედან, ხო. აქედან გავივლით. აი ხა ეს არის კანალი, ეს ქუჩა. კანალის მერე გადავდივართ ბრუკლინში, ანუ ხიდს გადავივლით. ხიდს გადავივლით, უკვე ბრუკლინში ვართ და მე 1 საათი კიდე ბრუკლინში ვართ. ჩახ. ოვი არის ბებიასთან და ბაბუასთან, ბენი არის შიოსთან, ნეტა რა სიზამს. წინაზე ძალიან გაწვალდა. ასხოჩის წინაზე რომ დავიგრძელეთ, ზუსტად 6 თვის წინ ახალი გაჩენილი იყო შიო. ხო, ზუსტად 6 თვე გავიდა და აი მივიდივარ ისა. ეხა ხდება 6 თვის. არა, მე მგონი 1 თვის იყო შიო, რომ ხო რაღაცა 5 კვირის იყო რომ გავიგეთოთ, და ეხა ისე მივიდივარ. 6 თვის ხდება, და მოკლედ 5 თვე გამივიდა, თმავად არა რა. პუცკი მაქვს, აი პუცკ. კარგი, სანამ გაგთიშავთ, ახლა გაჩვენებთ იმ ხედს. ძალიან მიყვარს ეს ხედი. მეგონი სწორ მხარეს ვზივარ, ასე უნდა წავიდე და მერე უკან რომ მოვდივართ. ჩეკდა მხარეს იქნება. არ ვირბაზროებ, დილის ძალიან ადრე საათია. 8 საათია. 7 მოკლედ დურის ნახევარზე გამოვედი რა და დიდხანს მიწევს გზაში ყოფნა. 9-ისთვის მინდა რომ მივიდე, რომ გახსნისთვის პირდაპირ ჩემით დაიწყოს და მივცხოთ თმის დაგრძელება, რაც მთელი დღის ამბავია. არ ვფიქრობ, რომ მალე მოვჩებით. აი ხა გავალთ გარეთ, დაინახავთ ყველაფერს. რით ვერ გავედი, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ეს ბოლო გაჩერება იყო და ამის მერე გავჯრებით გარეთ. თქვენთან რა ხდებოდა ეს დღეები? მოგენატრეთ YouTube-ზე? მითხარით რომ ცოტა მაინც მოგენატრეთ. კარგით, ახლა ამას გაჩვენებთ და მერე ჩაგერთვებით უკვე ბრუკლინიდან. ძალიან ჭუჭყიანი ფანჯარა მაქვს, არ შეიმჩნიოთ, ჩემი არ არის მეტროსია. მაგრამ რაღაცას მაინც დაინახავთ. კარგი ხედია, უკვე ხიდზე რო გადავდივარ და ეს კვლავ მანჰეტენზე ვართ და ეხლა ჩვენ გადავკვეთოთ მანჰეტენ ხიდს და დავინახავთ ბრუკლინ ხიდსაც და ჩემს უკან იქნება, აი იქიდან მხარეს იქნება უილიამსბურგ. ჩვენ ახლა ვართ მანჰეტენის ხიდზე. ეს არის ცისფერი ხიდი, რომელიც არის. აი ბრუკლინის ხიდი ჩანს. ბრუკლინის ხიდი არის ფეხით სასიარულო და მანქანით სასიარულო, მანჰეტენი არის მეტროთი სასიარულო. აი ესეთი ხედია. კარგით, ჩაგერთვებით ბრუკლინიდან. მოვედი და მივხვდი რომ არასწორად მაქვს კამერა დაყენებული, უნდა დავაყენო ჰორიზონტალურად და არის ვერტიკალურად, მაგრამ ნუ არა უშვის რა ვქნათ. ერთი გამოშვება ასე იქნება. ეს არის თმა და ახლა უნდა ავირჩიოთ თმა. ყველაზე რთული პროცესი არის ეს. არ ვიცი, ხო არ ჯობია რომ სწორად დავაყენო, მაგრამ არა უშავს, ერთი გამოშვება იყოს რა, ესე დაყირავებული მაპატიეთ კამერის გადაყენება და მოვიწყდა. წუთი დაგაყენებთ სადმე. ავირჩიოთ თმა. არა მიყოს ახლა ესე. საქმე ისაა, რომ სწორი თმა არ მიხდება, ჭირდება ცოტა ხვეული. ეს კიდე ეს ძალიან გაპუწულია. ეს არის ძალიან გაპუწული.
ეს ძალიან გრძელია. ეს კარგია, მაგრამ ძალიან მუქია. იდეალურია ეს ფერი, მაგრამ ნახეთ როგორი სწორია. სწორი არ მიხდება. კარგით, ავირჩევ ხათ მას. და დაგიბრუნდებით. აი ეს არის კარგი, მაგრამ ძალიან ნაცრისფერია. ხო? ძალიან ნაცრისფერია. Нахуй. Давай. Ну что, как будем стричься? По длине покажи мне. Я думаю, вот так. Вот так, да? Да. Чтобы Давай. они толще были. Да. Да. Ну ты как считаешь? Ну, хорошо будет. Там сзади будет тоже длинный, потому что я так вот. Да, мне кажется, так нормально. Вот если вот так берешь, стрижешь, идеальная стрижка, вот так. Еще мне это сделай. Я тебе все сделаю. Чтобы у меня прям такой, знаешь, Да, богатый. да. Дорого и богато. Дорого и богато, что ж он. Как по-украински? Дорого и богато. Дорого. 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 Дорого и богато, да. Дорого и богато. Подожди, да я камеру поправлю. Стой. Чтобы нас видно было. Ладно, давай. Ну, слушай, ну ты работаешь везде. Ноги рабочие. Ну как? Я даже шутить с клиентами, говорю, вы что там кеш носите с собой? Говорю, вы что, весь кеш из дома забрали? Смеюсь иногда с клиентов. Кай, ბოლოს გაჩვენებთ როგორ იქნება. მოვჭი. ხალხნა მოვჭი. ვარ აბსოლუტურად თეთრი და ბრუნდები მანჰეტანზე. რადგან კარგი გამოვიდა, იცით, ხოლმე ველობდი რომ ნაცრისფერია, რომ გამოგზავნა ლამაზი ფერია. არ არის ცუდი. შაურმები ვიყიდე. მე გიჟდები ქართულ შაურმაზე და ინსტაგრამზე დავდე პოსტი რომ მეთქი სად არის გემრიელი შაურმა თქვა და რაღაცა დამიდეს. ახლა არ მინდა რეკლამა გავაკეთო, ვაი და უგემრია. ხარ გავსინჯო და მე გაგიზიარებთ. მეტი მაქვს კარგია ნახოთ. ხედავთ? მე მგონი არ არის ისეთ ცუდი ესეთმა. ნორმ. კარგით. აბა კოცნით გეხოვით თქვენი მუქი კოშკების. ვერ გაჩვენებთ. აი. არა უშავს.